კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევაა, ჩვენი გადაცემის დღე და დღეს მინდა ერთი წიგნი გაგაცნოთ, მაგრამ სანამ წიგნს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ დღეს არის ევროპის დღე, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელი აღინიშნება, ევროკავშირის ქვეყნები აღნიშნავენ ამ დღეს და ის ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ და მეგობრობენ ევროკავშირთან, ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნის წინ დაიწყო საუკუნეების წინ ევროპისკენ სვლა და მეგობრობა, ერთ-ერთი პირველი ზუსტად იმ წიგნის ავტორია, ვისაც მე დღეს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ და გაგაცნობთ. ეს არის სულხან საბა ორბელიანი, რომელიც იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობდა და ევროპაში მოგზაურობა წიგნით დაწერა სიბრძნე სიცრუისა, იგავარაკების კრებული სიტყვის კონა, სადაც ძველი ქართული სიტყვების განმარტებებია ლამაზად შეკრებილი ერთად და კიდევ ბევრი სხვა. ეს იყო როგორც საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკური მოღვაწე, როგორც სასულიერო პირი, მოკლედ ძალიან განათლებული, ჭკვიანი და შორს მჭვრეტელი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ევროპისკენ იხედებოდა. მაგრამ მანამდე კიდევ იყო ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ქართული წიგნის გამოცემას და პირველი ქართული წიგნიც ევროპაში დაიბეჭდა. ეს არის იტალიური ქართული ლექსიკონი, რომელიც ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა, ნიკიფორე იბახმა იტალიაში გამოსცა. ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ ევროპა განათლებაა, თქო ხშირად ვამბობ, ევროპა არის განათლებაც, უსაფრთხოებაც, მეგობრობაც და კიდევ ბევრი სხვა. მოკლედ ნახოთ ორი იგავარაკი, რომელიც შეგიჭირთ ამ წიგნიდან, დანარჩენი თქვენ თვითონ შეგიძლიათ წაიკითხოთ, ან მოისმინოთ, ან ახალი იგავარაკები თქვენ თვითონაც გამოიგონოთ. მაშინ ასე, ვიწყებთ. პირველი იყოს თხა და მელა. ჩემი მეგობარი თხაც მოგვისმენს, აქვე იქნება. თხა და მელა, სულხან საბა ორბელიანი. თხა და მელამ საზიაროდ ყანა დათესეს და უხვი მოსავალიც მოუვიდათ. მომკეს, გალეწეს, ხორბალი ცალკე დააბინავეს, ბზე, პურეულის დამწვრეული ღეროები კი ცალკე. ჯერი მოსავლის გაყოფაზე მიდგა. მელამ უთხრა თხას. მოდი ასე გავანაწილოთ. ბზე შენ წაიღე, ხორბალს კი მე დავიტოვებ. ეგ სადაური სამართალია. ხორბალისა და ბზეს თანაბრად გავიყოთ. უთხრა თხამ. კარგი, რადგან ვერ ვიგდებით, წავალ, ბიძა ჩემს მოვიყვან და მტყუან მართალს ის გაარჩევს. უთხრა მელამ და მგლის მოსაყვანად წაცუნცულდა. თხამ გაიფიქრა, ვიდრე მელამოვა, რამე უნდა ვიღონო, თორემ ბიძამისი ცოცხალს არ დამტოვებსო. მეცხვარეს ორი დიდი ქოფაკი, დიდი ძაღლის თხოვა. წამოიყვანა და ბზეში დამალა. ამასობაში მელაც მოვიდა და ისეთი უშველებელი მგელი მოიყვანა, თხას თვალთ დაუბნელდა. აბა მითხარი რას უჩივი ჩემს დის ძულს? კითხა მგელმა თხას. რა კი მელას მოწმეთ მოუყვანი ხარ? მეც ჩემი მამა ბიძები. ამ ბზის ქვეშ მყვანან დასაფლავებული და თუ მათ საფლავზე დაიფიცებ, მაშინ დაგიჭერებ. მგელს თხის შეჭმისურულმა ჭკუა დააკარგვინა. შედგა თუ არა ბზეზე ფეხი, წამოუცვიდნენ ქოფაკები და ისეთი დღე აყარეს, წლევანდელი კი არა, შარშანდელი მოსავალიც კი დაავიწყეს. კიდევ ნახოთ მეორე იგავარაკი. მეორე იგავარაკი არის ორი ძმა. ორი ძმა ისევ სულხან საბა ორბელიანის იგავარაკი. ორი ძმა. იყო ორი ძმა. უფროს ცოლშვილი ჰყავდა, ხოლო უმცროსი უცოლო იყო. ძმებმა გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ და თუ რამე ქონება გააჩნდათ, შუაზე გაიყოთ. ასეც მოიქცნენ. ერთი ძმის ხორბლის შესანახი ხარო, ეს არის მიწაში ჩაშინებული ქვის ორმო, კალოს იქეთ მოხვდა, მეორე კალოს აქეთ. უფროსი ძმა ამოიღებდა ხოლმე თავისი ხაროდან ხორბალს ჩუმა და ძმის ხაროში ჩაყრიდა და იტყოდა: მე ღმერთმა ცოლი და შვილი მიბოძა, დამხმარენი მყვანან. ჩემს ძმას კი არავინ ახავს, ეს მისი იყოს. უმცროსი ძმას თავის ხაროდან ჩუმად ამოიღებდა ხოლმე ხორბალს, უფროსი ძმის ხაროში ჩაყრიდა და იტყოდა: მე მარტო ვარ და იოლად გავიტან თავს. ჩემს ძმას კი წყლუშვილი ყავს და უფრო მეტი სჭირდება. ძმები ყოველდღე ასე იქცეოდნენ. ამიტომ ღმერთმა ორივეს გაუმრავლა მოსავალი და საზრდო არასოდეს დაკლებიათ. ასე დამთავრდა ორი ძმის ამბავიც. ეს კონკრეტული გამოცემა სულხან საბა ორბელიანის არის ლამაზ ილუსტრაციებით გაფორმებული, როგორც სხვა იგავარაკებსაც აქვს ხოლმე კარგი ილუსტრაციები. ამ შემთხვევაში მხატვარი არის ვარლამ ჯმუხაძე და შეგიძლიათ რომ სიბრძნეებით, ნახატებით დატკბეთ, თქვენც ხატოთ თან კითხვის დროს, თქვენც გამოიგონოთ და გახსოვდეთ მეგობრობა, სიკეთეები, სიკეთე ზრუნვა, რომელიც იგავარაკებშია და სწავლა ჩაბუდებული და გვახსოვდეს, რომ ევროპა განათლებაა, ევროპა მეგობრობაა და გილოცავთ ევროპის დღეს. შემდეგ ლიპარასკევობას შევხვდებით. დროებით.